მოგესალმებით. გამარჯობა. ბრუნდებით 41 ეპიზოდით ხალხო. 26-ში. ვაუ, ერთი წელი გავიდა თან. რაღაცა ისე გაიარა ახალ მოწლებმა სამსახურშიც რა დავბრუნდი, ანუ აღარ მაქვს ვაფშე. ჯერ განწყობა ისედაც არ მქონდა, მაგრამ ფიქრის დონეზე ხომ მქონდა რომ ახალი წელი ახლა ეგრე. რაღაც ყველა უმუღამად იყო. What is happening? ხალხო, აი მოვიდეს 1 აპრილი უკვე, იმიტომ რომ აი თებერვალი და მარტი ყველაზე ბანძი არის ჩემი აზრით. და იანვარსაც უდია. კი. იანვარს გაუძლებს ადამიანი, აი თებერვალი უკვე მიჭირს ძალიან. მარტს არ აუშავს ჩემი აზრით. მარტში არის იყაბელაზე უაზრო ამინდები. I don't like it. ქარი. არ ვიცი ალბათ. მე თებერვალი არ მიყვარს ძალიან. თებერვალს თუ ატარებ ქალაქში და არ ხარ მთებში და არ სრიალებ, ნიშნავს რომ ცუდი თებერვალი გაქვს. აუ ბაზარი არ არის და წელს ბაკურიანში მედივარ იანვარში, ადრე თებერვალში მევდიოდი ხოლმე. I should have thought about that. ვინც ხარ შეიძლება რომ მეორე ჯერ წახვედა. Exactly. ჩემმა სამსახურმა ერთი და ჩემმა ბიუჯეტი. მე ორი ბაზარი არა. But you know what? Maybe. მე ველოდები ჩემ მეგობრებს, ვისაც მანქანა ყავს, რომ შემომთავაზონ და წავიდეთ გუდაურში. But I really want to ski. I know. Are you that good? Yeah. მე გუდაურის თონის კარგი ხარ? მე თხილამურებზე გავარ 4 წლიდან. Stop it. კი და ვიდეოები მაქვს პატარა როგორ ჩამოსრიალებ You're ბაკურიაში. that kid. ყოველთვის ვიყავი jealous როგორ ბავშვებზე. იცით, აი ბანაკები რო იყო ხოლმე და ბავშვები რო მიდიოდნენ. რაღაც სათხილამურო ბანაკი. მეთქი who goes there? ანუ ვინ მიდიოდა რა? ანუ თავის მშობლებმა გაუხსნეს რომ თხილამურები ის. მე ბიძაშვილი დადის მაგ ბანაკებში და ჩემზე 10 თავით უკვე ესეც. ხო რაღაცნაირად მე რასაც წავდი ბავშვობაში ძალიან კარგად ვაკეთებ მაგ person, okay? That's how it works. და ყოველთვის მინდოდა რომ აი ბავშვები რო ჩამწკრივებულები არიან და პირველად თხილამურებს დავდექით 18 წლის 16 წლის ასაკში. არ შეგეშინდა? ჩემ ნათესავთან ერთად ვიყავი ბაკურიანში. ხო. ანუ ოჯახი არასდროს ყოფილვართ ეს სათხილამუროდან სადმე. იმიტომ რომ ჩემები ვაფშე ინტერესი არ აქვს და მე და მამა ჩემს ორივე ძალიან გვიყვარს თხილამურები. ესე ხო იცი, ოღონდ აი არც ერთი არ ვართ ექსტრემის მოყვარულები, ესე გრძელი გზა და ესე ნელ-ნელა რომ მიდიხარ რაღაც. ხო, შენ ვერ წარმომიდგენია რომ რაღაც არისკოს აკეთებ გადახტომას ან რამე. ხო, აი მართლა არა, მაგაზე მაქვს ისტორია. პატარა რო ვიყავი, სადღაც 12-ის ვიქნები ალბათ უკვე ან 13-ის ვართ ბაკურიანში და ისევ ამიყვანეს ტრენერი ყოველ წელს რომ აი მაინც და ჩემს ნეშინოდა. არა, ვერისწავლე. არა, პირველი დღეს ტრენერთან და მე უკვე you're fine. ხო და ვართ მე და ტრენერი, ავიდა ეს ქალი. იყო ძალიან დაზაგრული. ვაფშე ყველა ვინც ბაკურიაში ცხოვრობს არის სულ დაზაგრული, აი თოვლის გამო. და ქალი რო იყო უცნაური ეს უკაცები არის. არა, სხვათა შორის. და ავედით ძალიან მაღლა და წესით ან უნდა დავლოდებოდი რა. მაგრამ რატომაც ისე დავდექი რომ წავიდა თავის და თხილამურები და მეთქი კაი ბაზარი არა თქო და რაღაც მივდივარ სისწრაფით და ეს ამ ხალმა ან რაღაც ისწორებდა რომ შემოწრებული ნახა რომ მე აქ არ ვიყავი და ვარ ქვევად უკვე და ისეთი აი კეჩი გოჭა არა ისეთი სისწრაფით მივდიოდი იყო პატარა მინი ტრამპლინივით მაგ ტრამპლინზე ავხდი ჰაერში ვიყავი 5 წამი ain't no way but okay swear to god და ანუ შენ ითვლიდით ან საიდან გვაქვს ეს მონაცემები ნუ ალბათ 3-5 წამი იყო არ ვიტყვი რომ 1 წუთი ვიყავი ჰაერში და სალტებს ვაკეთებდი მე დაახლოებით ეგეთ რა მაგრამ აი ასე ავხდი დაუხტე და მესმის უკან როგორი აი სისწრაფის ხმა ხო იცი ეს არა 5 წამი რო ჰაერში იყო იცი რა არის ასე აფრინდა 1 2 3 4 აი ამდენი ხანი რა იყო ჰაერში შესაძლებელია რომ მაგენი ხანი ყოფილიყავი ჰაერში შემბეტი თუ არა და მესმის ხმა უკან ვიღაც გიჟივით მოფრინავს არის ჩემი ტრენერი ჩემ წინ ასე ჩასრიალ და შენი შეშინია და მაგით ჩასრიალ და შემოტრიალ და უკან და დაგიჭირა არა ხო დავხდი და ასე მიჭერს იმიტომ რომ ის სისწრაფე ისეთი მქონდა აღებული რომ ვერ შემოგისწრო იმიტომ რომ 5 წამი დიდი დროა ჩაოლებრივად შეძლორი პროფესიონალი იყო მე ხდე ხო და ეს ხელები შემოგიგება არა მთლად ეგრე არა და ანუ რომ ჩამოხდი სისწრაფე ისეთი მქონდა აღებული რომ ბოლოსკენ ვერ გავჩერდებოდი ჩემი და შეველეწებოდი ალბათ კაფეს ან რამეს რა და ასე მაჩერებს კაი 90 წუთი ასე მაჩერებს ანუ ჩავედი თქვენ და ჩემი ამ ყველაფერს მოეწევს სახე კონდა ფერი კონდა წაშლილი დაერხა მე რა იმ ტრენერს არა ძალიან მაგარი ქალი იყო she was like cool she was like punk and shit თან კონდა მგონი ოქროს ისინი რა ქვია კვილი და გიჟდებოდა iconic so cool yeah that's iconic
ანუ შენ კარგად სრიალებ. მე ბოლო რამდენი წელია რაც მე და ჩემი მეგობრები დავდივართ 5, ანუ აქტიურად 4 მე მგონი. და ანუ ეგ არის რომ ის 3 დღე სრიალებ, დღემდე ისე მეშინია მართლა. ანუ ვიღაცა ხო რაღაც სიამონებას იღებს, ექსტრიმი რაღაც, არ ვიცი, ჩემთვის არის კანკალი, როგორც გიდგები. თან უიჭველი უნდა დავდგან, რაღაც ნაწილი არის რომ იმენადანებებულია და არ დგებიან და კაფეში იცდიან რა. მაგრამ მე რას ვერ ხვდები, იცი, ფაკურიანში წასვლის მუღამს ვერ ხვდები, თუ არ სრიალებ. ალბათ კარგი ჰაერი. ანუ ისინი იმიტომ მოდიან რომ ჩვენ მივდივართ და ყველა ერთად ვართ და ერთად ხო. მაგრამ ჩემ მუღამი არის იდეაში ის რომ უნდა ვისრიალო, მაგრამ ხალხაო ცადე კოხტაზე ჩამოსროლებულ ვარ არა მივედით, ავედი ზემოთ და აი ესეთი დაღმართი იყო რა. მეთქი, ანუ პონტი არ არის, იქ ფოტოები გადავიღე და ჩამოვედი ისევ საბაგიროთი. კრისტალი არის ბაკურიაში, სადაც ანუ სრიალებ, კანკალით, მაგრამ ვსრიალებ, იმიტომ რომ არ არის რთული ტრა, სადაც ძალიან მოწესრიგებული, ანუ გადასავარდნებით არ არის, განათებულია ღამე. მე ღამე სრიალი ძალიან მომწონს და ფოტოშოპს უფრო საშიში არ ვიდრე, იმიტომ რომ იყინება ღამე რა და უფრო სრიალებს თავლე. ხო, მაგრამ ახლა ღამე შვაღამით კი არ მიდივარ საღამოს, უკვე ის არის უფრო მოთელილი, არ ვინმენა. და დიდველზე შარშან ვიყავი, მეთქი chill იქნება რაღაცა, ანუ იმენა კანკალით ჩამოვედი. ყველა ამბობს რომ რთული არ არისო, კრისტალისნაირი არისო, მაგრამ მე მერტულა ხო. არა, ნახე დიდველზე თუ არ ვწდები და სხვაში არ მეშლება, არის 2 ტრასა. ერთი არის ცოტათი სპორტულს აძახიან, მგონი პროფესიონალი. ეხ შენი აზრი სპორტულს ჩამოყვება. და არის მეორე ცდება. მეორე რა თქმა უნდა. იცი რა მაგარი ისტორია აქვს მაგაზე, ვართ ღამე. მგონი ანუ უნივერსიტეტში წავედის თუ რაღაც რა და ეგ ტრასა რომელიც არის ისეთი რა ქვია friendly, რასაც ახიან ტურისტულ ტრასას მგონი. იყო გადაკეტილი, მაშინ მგონი შუქები არ იყო დაყანებული თუ რაღაც ხარ. ეხაც არ არის მე მგონი, იმიტომ რომ ჩამოვედი და ბნელოდა და ღამე მივედი. წარმოგიდგენ, ვერ სრიალებ, ღამე არის. ნუ 10 კაცი ერთად კი ჩამოვდივართ, მაგრამ საშველი მაინც არის. ჩემი შიში ხო გაასმაგდა. მაგის მე ტრაუმირებული ვარ, 1-2 თვე რეგენერირება დამჭირდა მართლა გაგონა. აუ არა, ანუ თან იყო გადაკეტილი. ანუ გადაკეტილი ეს ლენტით იყო ასე რა გადაკეტილი. და გახვედით მე. ჩავძვერით შეგნით იყო სიბნელე. ისეთი ლამაზი იყო. აი, ვის რა ქვია, თუ არის შუქი და კაციშვილი არ არის და ისე კარგად მივსრიალებ რაღაც, აი love it so much. მოგეწონა, კაი ექსპერიენსი. იმიტომ რომ სპორტულით ჩავედი, სპორტულით კინაღა მავილეწა. იმიტომ რომ მოყენული რაც არის, ხალხო მე არ შემიძლია. No way. მაგრამ სიბნელე იყო ჩემთანაც, გონი განათებები ალბათ ვაფშე არ არის, იმიტომ რომ შეიძლება და მარტო დილით არის. და ანუ საშინელება ხალხო, ახლა გადავწყვიტე ყველა ჩვენ, რომ მარტო კრისტალზე ვისრიალებთ, რაც ვიცით რომ გამოგვდის, მაგრამ მიტარბზე არის ძალიან პონტი, ანუ TikTok-ები მხდება, აი რაღაც ძალიან ალპების თემა იქ რაღაც როკ კუშაველის რა. კუშაველის თემა არის ბაკურიანში მეგობრებო. აი დროშა რო არის გაშლილი და შოთებს რო სვამენ და რა. როგორ გაგვიმართლა ჩვენი დროშა რო გავს შვეიცარიულ დროშას. ოღონდ აი ფერები რო შევატრიალოთ. ძალიან გაგვიმართლა. ხოდა მიტარბსაც გაურისკავ, ხო დამიწერეთ კომენტარებში, ვინც მიტარბზე ყოფილ ხარ. მიტარბელებო გამოდით. და მიტარბი მგონი კოხტასებმის თუ რაღაცა არის, კაროჩე არ ვიცი, მაგრამ we'll see, let's chat. ანუ იცი რის შიში, მაგ გონია რომ ბარძახში გადამტყდება ფეხი, ანუ ძალიან კონკრეტული შიში მაგ. ის კი არა რომ ანუ გავხოხდებიან რაღაცა. მე ხო არ ნახე. I don't know და არავის არ გადატეხია ბარძახში ფეხი, არავის არ ტყდება თხილამურზე სადღაც სხვაგან მე მგონი. და მე ხო ესე პიცით მოვდივარ და ისე მეჭიმება აი ეს, იმიტომ რომ ესე მაგ ფეხები რა. კაროჩე, ერთი საცდაობაა ჩემი იქ ნახვა, მაგრამ და შენ ხალში გიჭირავს ჯახები თუ არა? გავიგე რომ ვინც ძალიან კარგად იცის მაგათ უნდაო და მე არ მსიამოვნებს არ კომფორტულად ვქნამ თავს. ხო და მე მგონი აი ვინც მაგრა იმაშა ხო და მე ეგ მინდა მე მინდა რომ ელაპიყო. ლაზარი არა. და ვიფიქრე რომ ეს ხო ძალიან სრიალებს ისეთი ხო არ არის რა აი ცოტა რო არ სრიალებდეს რა ცოტა ხახუნი რო გაიზარდოს და სწრაფად რო არ დავეშვა. მგონი საშიში არის. I don't know. კაროჩე, მაგრამ იცი როგორ მინდა რომ კარგად სრიალებ და აი ვიდეოს გადაღება რო შევძლო სრიალთან ერთად ეგ არის ჩემი ოცნება. და თუ სრიალებ რა გინდა ანუ უბრალოდ დაამუღამო რა. თავი შეში მე მაგალითად ყოველ ჯერზე როცა მივდიოდი მივხვდავდი იმისა რომ ვარჯიშობდი პირველი ჩამოსვლა მაინც შეში მქონდა და მე უკვე ვერ ვშორდებოდი. აი კაია. მე სუშიში ვარ. მაგრამ ახსოვს კიდე იყო უპატარავესი, არ ვიცი კიდე არის თუ არა ეგ საბავშვო რაღაც ცენტრივით იყო იმ ბაკურიაში. 25-იანები? არა, ცალკე იყო რაღაც რესტორანი მშობლებისთვის, იყო ბავშვებისთვის Xbox-ის ოთახი, სადაც ძირითადად მან ვიყავი და იყო უპატარავესი ასეთი რა ქვია თასავით რა, ნუ მან გაკეთებული. აი 25-იანებზე ამბობ.
პარკში რო იყო? პარკში შეგნით ხო? ხო, პარკში იყო. ეგ გონი 25-იანობით არ არის, I don't even know. მაგრამ ცალკე სახელი რქო რაღაცა ლენდი ერქო თუ არ ვწდები. Okay, და მან ვიყავდი. და ძალიან მიყვარდა იქ, იმიტომ რომ იმითაც ადიოდი რაღაც დიდი ბურთივით რო არის და რომ ჩამოსრალდები მაგ ბურთი კი არა და რაღაც ისეთი მრგვალი რაღაცით. Really? Donut. Well, შენ ესე იგი გოდაურში წახვალ თუცა. Yes. გოდაურში ვიყავი შარშან, გოდაურშიც, მაგრამ იქ რა თქმა უნდა არ გავრისკე ვიცი მე ჩემი შესაძლებლობები და მხოლოდ ავედი საბაგიროთი ფეხით ჩამოვიარე, ცოტა ჩავარდი ყველგან, იმიტომ რომ კეტები მეცვა, who does that? გოდაურში რა მედიხარ მგონია რომ აი ქვეყანას ტოვებ. ჩერესეთი ფასები, ჩერესეთი მაგახვადი ხარ, ფასებიც იწევს თან. ცაღადა. აი, ვაიმე, შარშან დაჟა ორჯერ ვიყავი მარტში და იანვარში რა ღერდა იცი ქირაობა? აი რაღაც ასტრონომიული ფასი. ნუ ბედობა იყო და სავარაუდო მაგიტომაც მე. ბედობაზე რა ხდება რომ ყველა წევს გიჟვით ფასი, იმიტომ რომ რესტორანში ვიყავი, ხუმელში რომ დავდიოდი და მანდ მახსოვს ვიყავი სადღაც დეკემბერში. და ბედობაზე მივედი და გაურბაგებული იყო თითქოს ფასები. ეს ბედობაზე უბრალოდ დაიმხვა. ალბათ ახალი წელი ხო, ნუ მაგას. ისედაც მაგრამ ეს ბედობაზე ჩამჭა ეგ ფასის მატ. რა მინდა რომ გავაკეთო ეხა ბაკურიანში მე ჯერ ძალიან ვერთობით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მივდივარ ხოლმე რა. I'm so excited. მე მიხარია მაფიას რო თამაშობ ხამე. აი თან ჩემი დაქალი შეყვარებული ისეთი ცუდი მოთამაშე. არა, ანუ აი ეგ არის ცალკე სასაცილო და მართლა მიხალისებს ყოფას ცუდი მაფიის მოთამაშეები, მაშინ როცა მე ვარ ძალიან მაგარი ხალხო გიჟდები ჩემ თავზე მაფიას. თან მაფიაზი როცა ვარ იმენ მაფიოზი როცა ვარ ცოტა ვისტრესები თუ არ მოქალაქე, იმენ unstoppable. მე მგონია რომ ვიღაცა მოიგონა რომ ყველაზე ფანარი როცა მაფიაზი ხარ, ყველაზე ფანარი, როდესაც ხარ მოქალაქე და უნდა მიპოვა ვინ არის მაფიაზე. აბელოზე კაი არა, აი თამამი რო ხარ, იმენა წიხზე კიდია. გამაგდეთ კიდე, I don't care. არა, გამაგდეზე, არა იმენა გადამეკეტება. მაგრამ მე ანუ როგორ თამაშობ უბრალოდ მაფიაზი და ანუ ჩემი საყვარელი არის ჩაოლებრივი მაფია. ხო და ახლა მინდა რომ გირჩიოთ, არის ცალკე თამაში board game რომელსაც ქვია Secret Hitler. და მაფიოზობანი არის ჩათვალა. და ჰიტლერი არის მაფიაზი? არა, და არის ორი გუნდი რა. არის ფაშისტები. თუ ნაცის და არის ის რა ქვია დამოუწარა რა ქვია independent or something რაღაც ანუ წითელი და ესეთი ღია ლურჯი ფერის ისინი არის რა დაფები და უნდა შეასრულო მისიები რა თქო ვერ ხვდები ვინ რომელს ასრულებს რა ანუ ბევრად უფრო ლოგიკური თამაში არის ბევრად უფრო საინტერესო თამაში არის ვიდრე უბრალოდ მაფია ან მაფია on another level არის ანუ კარტები მინდა მაგისთვის სპეციალური უწყიდულობ okay no it's too complicated ჯერ მე რო გავერკვიო და მე რო 15 კაცი გავერკვიო ეგ არის ჩაოლებრივად ორი საათი ხო მაგრამ აი 10 ჯერ უკეთესი არის no thank you simple ჩვენ გვიყვარს სიმარტივე და ეგ რა ფოტოების გადაღების იმედი დიდად არ მაქვს დავალება მაქვს მათი გეუბნები ხო მომისმენა ერთი ბატონი გადაიღო ვაჭველი გახსოვს თუ არა Kendall Jenner იყო რომელიც Aspen-ში ალბათ ბიკინით რო იყო და თოლში რო ჩახდა Oh I will for sure do that მაგრამ არ მგონია Kendall Jenner მაქვს ეგ უფრო Kim K მოვიდა არა Kendall Jenner იყო მგონე Okay თუ პროსტე თოლში გავიდა არ მგონია რო ჩავხდა თოლში ხალხი შველი ტრენდი რო იყო რა ხალათებით რო სრიალებდა ხალხი Bring that back I don't want to bring that back. და ყველაზე ჩაბიჭდელი რაც არის გუდაურის სიუჟეტი ჩემ გონებაში. აი გუდაურზე რო ფიქრობ, ეგრევე მაგ კადრზე მე ფიქრება. არის ჩუცოდოში, ჩიკა და შაგო არიან ნაჩხობრები, გააქეგნა ნახე? არა, არ მაგ ნახე. ჩიკა არის გუდაურში წასული და შაგო დაადგება. ეგ გინდა? ანუ ჩემი რომანტიკა რაღაც თემა იყო ეგ და ანუ კოცნაც არ იყო მე მგონი. ანუ სიფნაღი შენთვის სიყვარულით ქალაქი არ იყო. No honey, it's Gudauri and because of that ისეთი საყვარელი მომენტი პრესტავნე ჩაგიგდა რა. აი შენ გარეშეო ძალიან მოსაწყენიაო ჩემი ცხოვრებაო თესლად. They were so cute. იმ დედოფალმა რა უთხრა? მაგან უთხრა. I don't know. შენ რა გინდა დიალოგი გავიხსენე, გეონების საყვარლობა იყო და დაიჯარე. God. მოკლედ, ჩავხუროთ ეს თემა? Yeah. იმიტომ მე კუშავალში მიდევ და I don't think anybody wants to hear about that. Moving on. But one day, baby. ზუსტად. In 2 weeks. მართლა რა გავიქით რა ეს და მთელი კუშაველი, მთელი რაღაცა ის საფრანგეთის ალპ შვეიცი, ყველგან არიან რუსები. I know. ანუ ყველგან რუსეთის დროშა, რუსული ხოდი. სიმღერები? საიდან აქვს სიმღერები? I know. რა საიდან აქვს თამუდერიფული, რა ვიცი ალბათ, oil. Oil. გონი oil არის ყველაზე დიდი. რაღაც შავი ფული. შავი ფული.
money laundering, everything. აბა რა იქნებოდნენ შვეიცარიაში if it's not money laundering. აი გთხოვთ რომ მეც ჩამრთოთ. Let's launder together. Let's launder together. ანუ ყველა რაღაცას მომენტ არასწორს ვაკეთებთ. აი ეს call center-ები არის too much ჩემი აზრით, მაგრამ ცოტა რომ რაღაც გაძრე გამოძრე it's not that bad. მორალურად ეგეც ცუდი არ არის. ხო და მე მგონია რომ call center-ებს after არის. რა? ანუ თუ არავის არ არის. ანუ მე call center-ებს იმიტომ არ ვამართლებ, რომ ძალიან ბევრ უდანაშაულო ადამიანს ავნებენ. ვიღაცა მილიარდელმა ვიღაცა ადამიანს უეჭველი ავნო. ხო ვიცი. That's why I don't like them. But I really want to be one of them. Yeah. ხო და რაღაც ისეთი ტყუილი და სქემები, სადაც ვინმე არ ზარალდება, მაგრამ მე ვმდიდრდები. ეგეთი მგონი არ არსებობს. ჩემი აზრით არსებობს და უნდა ვიპოვოთ. ვიპოვოთ ბაზარი არა. You're on the hunt. New year new me. მინდა რომ ამ ფრაზით დავიწყო. Oh my god. მინდი გითხარი. ჩემთვისაც არ თქოს ველოდები. მეგობრებო, დავიწყე ჯიმში სიარული. განვანახლე ჩემი gym era, რაც მქონდა ერთი პერიოდი. ზუსტად სამკვირა? არა, 3 თვე დავდიოდი აი გიჟივით ჯიმში. ერთი თვე მართლა გიჟივით ადიან, აუცე. არა, შენამდე სანამ შენ დაგიცნობდი მაშინ მქონდა ჯიმერა. და მე და ჩემი მეგობარი დავდიოდით სპინინგზე, ოქტოპუსში. იყო, აი ვერ აღწერ ისეთი საოცრება. თავიდან იყო სიგიჟემდე რთული, ისეთი რთული, რომ პირველ გაკვეთილზე არც მეგონა რომ მარტივი იქნებოდა და ანუ არც ვარჯიშობდი. ეს არ არის ველოსიპედზე ხარ. ემა ჩემბერლინი დადის მაგაზე სულ და და რაღაც ინფლუტემა არის. ალბათ, მე და ემა და რომ ჩამოვედი ბოლოს იწელები რა და თავის ზემოთ აწია და კისერი რა გაწოლოთ და თავის ზემოთ რა ვწევ. და უფრო გული მიმდის რა. და თვალები ჩამიბნელდა და უცებ გამოფხილსდი. და ეგრევე ანუ ბოლომდე ხო არაფერი მიყავს ვაფშე რა. იხო რა იქნებოდა გული წამსვლა. ცხოვრებაში არ წამსვლია გული. ცხოვრებაში არ წამსვლია გული. Me neither, მაგრამ საინტერესო იქნება. ხო და დავბრუნდი ახლა ოქტოპუსში ვიყავით გუშინ პირველ ჩემ კლასზე, რაც იყო stretching. და ანუ იწელებოდით პრესტა? ხო, how does that work? ხო გონია რომ ძალიან მარტივია და რაღაც. ხო. ანუ იცი რატო მარტივი ხალტურის ძალიან დიდი გასაქანი გაქვს. That's what I love to do. ანუ ხელი რო უნდა გადაწიო და ufad ესე შეგიძლია ძალიან ძალა არ დაატანო და ხო და მე ხო იცი როგორ ის ვარ ხუთოსანი. Obviously. ხუთოსანი? საცხოვრობ. That's what we say. ეგ არის რაღაცნაირი რუდიმენტური ფრაზა იმიდან. რუდიმენტი რაღაც ახალია. Exactly. რუდიმენტული ფრაზა. მოკლედ stretching მეგონა და ჩემ მეგობრებს ზეგონა ყველას ვიქნებოდა რაღაც ძალიან chill გაკვეთილი რაღაც გავიწელებით მოემზადებით და მე ვივარჯიშებთ ხო მე ვივარჯიშებთ კი არა ისე ვივარჯიშეთ ამ გაკვეთილზე აი ყველა კუნთი მეწვა და ჩვეულებრივ პირველი 2 წუთი ბევრი იყავი გონი 15 კაცი ხო და აი ასე ხო დავიწოთ რაღაც ასე აი ამას ვაკეთებდით თუ რაღაც მარტივ რაღაცას ახლა ვერ ვაკეთებ ვისაც სწორად მთლიანი რა ქვია ამას კეფა ამეწვა კისერი ამეწვა და მხრები მე რაღაც ისეთ პოზებში ხალხო ანუ ჯერ ერთი ვაუ მე იმიტომ რომ არ მეგონა რომ ეგრე შემეძლო მე ერთ-ერთი იყო რომ ან კედელთან დამდგარიყავით ასე ჩაგვეწია თავი რა და ან მუხლებამდე მიგვეტანა და ჩემთან მოვიდა რომ ან დაგეხმარებიო და ან მომაწვა 15 კაცი და შემდეგ ჭერდა დახმარება არა ანუ რა ანუ იმიტომ რომ I think we connect იმიტომ რომ ძალიან დედოფალი იყო ბალერინა აღმოვაჩინე და she ended up doing that good for her ბალერინას რა შემოსავალი აქვს ოპერის და ბალეტის თეატრში რო გამოხვიდა და არა დავით ვადაკარის stretching people retire from and a retired ballerina არის and she's old oh my fucking god ახალი წელი და ამდენი ნეგატივი შეიძლება ქალების მიმართ მე ვამბობ დედოფალია მეთქი რაღაც she's old she's აი ეს ხარ ყველა თქვენ გაგოები literally ეს ხარ თქვენ I'm not gonna even cut this და მე ძალიან მომეწონა ჩემ მეგობრებს არავის არ მოეწონა თუმცა Okay, I'm experience-დან 2 დასკვნა გამოვიტანე. 15 კაციდან შენ გჭირდება დახმარება, რომ თავი დაადო ფეხებს. არა, ნახა რა ყველაზე ჩართული ვიყავ მე. იტყოდა რომ ყოჩახ, რომელ რიგში იჯექი? პირველი. Who does that? ანუ მე ყოველთვის ბოლო რიგში. და ბოლო რიგში შუაში, იმიტომ რომ
კარგად დამეფაროს ხალხი და ის ანუ თვითონ ხო შუაში დგას წინ ეს ტიპი. მე ვდგავარ მაგის უკან ზუსტად ბოლო რიგში, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვერ დამინახოს. მე პირიქით მინდა რომ დამინახოს, რომ შემასწოროს, მით უმეტეს როცა stretching-ს არის, აბა რაღაც იმას მაძლევდა რა ქვია. ჩემი გოლი იცი რა არის, მივიდე და მოვატყუო ტრენერს რომ რაღაცას ვაკეთო. და ტრენერს არ ადარდებს შენობშა. კიდია, მაგრამ და ანუ აი ვისატყუებ, სენთოსაც ყვებ. ჩემ სკოლაში რომ ამბობენ აი მაგრამ იმენა I'm on a mission რომ მოვატყო ყველა რომ რაღაცას ვაკეთებ და რეალურად არაფერი არ ვაკეთო. მაგით აღარ დავდივარ ჯიმში as you can tell. ხო და ძალიან მიხარია მე შხაპი მივიღე და ვიყავი საუნაში. არასდროს არ ვაკეთებ მაგას. საუნის აბონემენტი ჩემთან რეფორმაში არ არის. I'm so sorry. საუნა რა არის ვაფშე არ ვიცით. და იყო idеალური stretching-ის მერე. ანუ ყველა კუნთს გრძნობდი რა ორგანიზმში და ამ გოგომ თქვა რომ სხვათა შორის ძალიან სასარგებლო არის stretching-იო, იმიტომ რომ ძალიან დიდი ანტისტრესი არისო რა. და დაშე უბრალოდ ტერფის stretching-ს თუ გააკეთებთ ყოველდღიურად, უკვე მიხვდებითო რომ უფრო ენერგიული დღე გაქნებათ და დღეს ვცადე და მართლა ეგრე იყო. ეს არის შენი ენერგიული ვერსია, რასაც მოვხაი და ხო. მაგრამ ბაზარი არ არის, ეხლა ცოტა მომენტომე რომ მეც ეგეთი რაღაც გავაკეთო. ყველაფერი არის ინფლუენსი. მაგრამ ძალიან რთული გაკვეთილი იყო. Why would you say that? ანუ გეუნები რომ მომინდა თქო და რატო? და რას ამბობდი? მითხარი. უბრალოდ მინდა რომ არის ისეთი კულტურული ვარ ხალხო ვერ ვაწყვეტინებ სწორად, ანუ არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანს შევაწყვეტინო. აი ვეცადე და არ გამომდის. Okay, გითხარი კიდე რა მოხდა? არაფერი. ჯერჯერობით ვნახოთ მეგობრებო და გააპდეითებთ ჩემ results თქვენ ალბათ დაინახავთ, იმიტომ რომ გიყვართ ზოგიერთებს კომენტარების დაწერა რომ შევფუტკუნდით და მე ჩამოვსუსტდით. ხო, უბრალოდ არაფერი არ ახსენებ. უბრალოდ არაფერი. მე ვარ დეპრესიას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ არ ვარ დეპრესიისკენ მიდრეკილი, მაგრამ ანუ რო ჩაუღრმავდე ჩემ ფიქრებს, ჩემ წონას, ჩემ არსებას და იმას თუ სად ვარ მე ემოციურად და ფიზიკურად ამ წუთას და დღეს იმენა ტრაქში ჩავალ, ამიტომ არ ვაძლევ ჩემ თავს ამის უფლებას. მართლა ძალიან გავსუქთი. დღეს მონაცემები, თორე 10 კილოთი უფრო მეტი ვიდრე 28 აგვისტოს რაც ვიყავე. 28 აგვისტოს. იმიტომ რომ მაშინ ავიწანე, გახსოვს ბათუმში რომ ავიწანე და შენი თვალით რო დაინახე რამდენი ვიყავე. მაგრამ თან ძალიან მაწუხებს, იცი როგორ აი რაღაც სიცოცხლის ხარისხს მიგდებს. აი რაღაც დავუშვათ გუშინ ჩემი და ქალის დაბადების დღე იყო, ფოტოები არ გადავიღე. It never happens, you guys. მე ეგ დამეწყო ძალიან დიდი ხანია, რომ ფოტოების გადაღება არის. ხო და ეს ფოტოების გადაღება არის ძალიან გამოხატული რაღაც. რომ მიხვდები რომ ვა ფოტოს არ ვიღებ, მაგრამ აი რამდენს გამოუხატავად ვაკეთებ, რომ იდევხოთ იმ არ წამოვდგები და არ გავაკეთებ იმ რაღაცას ყოველს დასანახად, იმიტომ რომ რაღაცა insecure ვარ ჩემ თავში. რასაც ვერ იაზრებ რა. ხო, ბაზარია. რაც ქვეცნობიერშივე ბლოკავ რა რაღაც. ხო და ეს ისე მაწუხებს, აი ვინც ამ გონგებში არ არის ისე შორს მართლა, ან ვისაც არ გამოუცია საერთოდ. ხო. არ ვიცი, I don't want to think about it. მაგრამ ამავდროულად რომ აი კამერის წინაშე გავართ, რომელსაც ალბათ მილიარდი მეგაპიქსელი აქვს. ხო და დღეს რომ მოვდიოდი, აი ცოტა განწყობა არ მქონდა და მეთქი აი რატო? იმიტომ რომ დღეს სამუშაო დღეც არ არის, სახლში ვიყავ მთელი. და აი მაგიტო რა რაღაც კარგად არ ვგზნობ ჩემ თავში თავს და აი როცა კაიდანზე ვიყავი სამსახურში წასვლამდე წინა საღამოს გადმოვიდებდი, აი ხვალ რას ვიცვამ და აი ჭკუაზე არ ვარ, ეხლა პრესტა რომ გავიღვიძებ, აი რაში ვიქნები ყველაზე კომფორტულად, რომ არ ვიგზნო, რომ ვარ გასიებული და ვიცვამ მაგას და ანუ რაღაც ჩარვალი მაგ რომელსაც არასდროს არ ვიცვამ, როცა ვარ გამხდარი, იმიტომ რომ მეზიზღება, მაგრამ როცა ვარ ამ წონაზე სუი შარვალი მაინც. Oh my god, I'm going to cry. ხალხო, ძალიან ცუდი პერიოდი მაქვს, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა გასუქებულია. ახლა ეგეთი ის არის. ჩემ გარშემო სხვადასხვა არა. და ეგ мотиваცია მაქვს. ეგ мотиваცია მაქვს. ჩემ გარშემო ყველა არის, აი ჩემ გარშემო არა და მომენტ ეგ არაფერს არ მიწყვეტავს, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება ჩემი ყველა დაქალი იყო 15 კილო, მაგრამ არც ისინი რო გასუქდნენ მე არაფერს არ მისვლის, არც მე ვაფშე არა, მე ეგ არ მესმის კიდე ვაფშე მეორე გაქანება არის, რომ აი მეგობარ, აი მე რო თქო ცუდად ვარ, ვაფშე არ მადარებ, მე მიხარია რომ ჩემი მეგობარი და შენც რო კარგად იყავი წონაზე რა. და რაღაც ანუ მეთქი ვაუ, ანუ if she can do it I can do it. ხო და ეგ მახარებს ჯიმში, რომ სადაც შენ დადიხარ. ზუსტად ბაზარია რა. I'm giving you that. მადლობა მითხარი. Thank you. ხო და მგონი ფიტპას განვაახლებ. ფიტპას არა, ჩემთან უნდა იარო მეთქი. Baby, ვერ ვიბლი საბურთალოზე ჯიმში. That's not how it works. ანუ დავითი მთავაზობს. საბურთალოზე არა თქო. ხო, ვაკეში, სადაც ადიხარ, I don't know. დავითი მთავაზობს, რომ სამსახურში დილით რო გამოხეტიალდები 8 საათზე, სამსახურიდან 7 საათზე რო გამოვალ, წავიდო ჯიმში, სახე გავიძრო და მე კიდე შემრჩეს ის რაღაც ხალისი, რომ სახლში მივიდე და ვიარსებო. No. Well.
იცი რა ვიფიქრე? ტრენერი ხო არა ვიყვანეთ ძალიან ბევრი ფული დავხარჯა, იმიტომ რომ ჩემი ერთადერთი ბლოკერი, რომ რაღაც ყლეობები არ ვაკეთო, არის ის, რომ თუ ბევრი ფული მაქვს გადახდილი რაღაცაში, დავუხარ. მე არ მიშველა მაგ. ანუ აი ეგ მართლა ხო ხდება, რომ გადავიხადო რაღაც 600 ლარი. აი რა ნამუსით შევჭა 600 ლარი რო ტრენერში მაქვს გადახდილი. არაფერ შუაში არ არის. ანუ ჩემთვის არის ხო იცი მე როგორ ვაქცევ მაგ ყველაფერს ყურადღებას. შენ გაკ აი არ ვიცი ვერ ხსნი ტრიგერები გაგონებაში რომ რაღაც მომენტამდე უნდა მიხვიდე ალბათ სავარაუდოდ როდესაც უკვე აი there's no going back მე აი რაღაც you lock in და მე ძალიან ჩამოხვალ და ძალიან მოგწონს შენი თავი და მე ეგრევე საბოტაჟს უკეთებ საკუთარ თავს. ხო გეუბნები ანუ ეს აი რამდენჯერ დავინახე იცი რასაც ვწნობ ერთმანეთს ერთი სამჯერ დავინახე ეს ციკლი. ხო ხედავ შენს და რისი ბრალია. You're mentally ill. დეგენერატი ხარ ჩვენ მეუბნებოდა ერთი წამი ვიღაცა მეუბნებოდა შენზე რა გთხოვ გადაეციო რომ თერაპევტს დაუბრუნდეს იმიტომ რომ მეც თავიდან ეგრე მეგონაო რომ პირველი 3 სესიაო არ მომეწონაო და რაღაცას ვაკეთებოდა მე და მე უფრო წამოიღო. Really? Yeah. I don't know. იქნებ სხვასთან მივიდა. Maybe. We'll see. მეგობრებო, მოკლედ მოვესწარი და საახალწლოს გავიკეთე ახალი შოლაკი, იმიტომ რომ ისე desperate ვიყავი, დავდიოდი სალონ 31 დეკემბრის საღამოა. 31-ში გაიკეთე? და მეთქი ანუ ადგილი გაქვს და ვიღაცა ვამოეწერა. ძალიან ლამაზი არის, წამი ზუმენ გავუკეთოთ, მგონი იმსახურებს ასეთი ლამაზი ბიჭყილები ზუმენს. ხო და ვიღაცა ამოეწერაო ჩემ ბედზე, დავჯექი მიკეთებს ეს გოგო და ანუ მე ვისთანაც დავდივარ იმ გოგოსთან რაღაც ფიქსირებული ფასები არაფერზე ზედმეტად არ გიმატებს რა და ვიხდი სადღაც 65 ლარი. ხო. ეს ჯერ დამითვალეს რომ დაახლოებით იქნება 70 ლარია. მე დამოვიწყა რომ ამ დროს 2 თითით მოტახილი მაქვს და მაგის დაგზელებასთან რომ დავჯექი მე რა ვეუნები და მე მომინდა რომ ქრომიც გავიკეთო და მე მომინდა რომ გამაგრებაც გავიკეთო და კაროჩე 100 ლარზე ავედით. ცოტა წნევა მომიწია, მაგრამ მეთქი whatever, თან არ მიყვარს იმის შემჩნევა რომ რაღაცა ძვირია. ეს არის ჩემი, არ ვიცი, კომპლექსი, ცოტა მაღიზიანებს კიდევ. მე მგონი რომ 100%-ით ღირდა ეს 100 ლარი ისეთ ლამაზე არის. მართლა აღიარო ძალიან ლამაზია. ლამაზია, მაგრამ ამას ჩემი გოგჩაც გააკეთებდა ადგილი რა ქონა და yeah, she would. ხოდა ის მეუნება რომ აი რა ერთჯერადი ამით გინდა თუ მრავალჯერადი კლიბი ერთჯერადი გინდა თუ მრავალჯერადი. ხო, ერთჯერადი დამატებით თანხა და რაღაცას მეუნება. მეთქი girl, I don't know. ეს მრავალჯერადი კლიბის გამოყენება ჰიგიენური არის შენი აზრით, იმიტომ რომ ეს ფჭხილი ხო შენი ორგანიზმის ნაწილი არ წარმოადგენს ხვის რაღაცას გაზელს თამჭხილზე. I know, მასე ყველაფერი იმ ლაქს რითიც გისვამს, ის ფუნჯიც ვიღაცის ფჭხილზე. და ისინი რა ქვია, ნუნებს რასაც გიკეთებს, ეგეც ეგ რა თქმა უნდა, ის არის სტერილიზებული, მაგრამ კლიბი მე რა სალონებში წავდივარ, ყოველთვის ეგეთია ხოლმე, მრავალჯერადი. პირველად მთხოვეს, აქ ერთჯერადი გინდა თუ მკითხეს. ხო და მეთქი ჯერ დავფიქრდი და მეთქი I don't know, I don't care, იმიტომ რომ 4 ლარი ღირდა თუ რაღაც ბევრიც არისო რა. სადაც 100-ს ვიხდიდი მაგ მომენტში და მე რა ვთხარი მეთქი რავი არ მაქვს ჩაჭერა მაგას და რომელიც გინდა თქვა და ხო ზოგს აინტერესებსა და მეთქი რავი მრავალი მე ვარ ეგ ვისაც აინტერესებს იარეთ თქვენი კლიბებით ხო და ნუ 100 ლარი ცოტა ძვირია 65 ნორმა უფრო დიდი მსმენია მაგრამ აი მე 1000 ლარი რო გახალფასი და ყოველ თვეში 100 ლარი რო გადაიხადა ფრჩხელში შენი ხელფასის 12% 11 the fuck wow who does that people do that. No. მაგრამ მე მსმენია, ყველაზე დიდი თანხა მსმენია 285. აი, თუ ძალიან დიზაინები დაგრძელებ, მე დაგრძელებები არ მაქვს. მაგრამ მსმენია კიდე რაღაც ადგილებით, მგონი რუსების ადგილები არის, ოღონდ გუეჭოლი obviously. სადაც ანუ აი გიგანტურესი ფასები არის რაღაც ფშხილებზე. რაღაც აი 300 ლარი და რაღაც ეგრე. ჩვენი ფასები ხო შესასწავლია ეროვნული მასშტაბით, მაგრამ ჩვენი ფასები რუსების წრეში. იმიტომ რომ თმის შეჭრა, ჩემი და ქალის რაღაცა აქვს გადაკვეთა მაგ სასწაულთან 5 ჯერ მეტი ღირს ვიდრე სალონებში და მაგა თავიანთი community აქვს. რაღაც სალონები თავისი აქვს, რაღაც ყველა სივრცე, კაფეები თავისია. დიასპორაც არ ქვია ამ ყველაფერს უკვე at this point. ანუ თავის ცხოვრებით ცხოვრობენ, ჩოლო პატარა რუსეთი აქვს. მაგრამ მე მაინტერესებს იცი რომელ სასწაულთან დალაპარაკება, რომ ამბობს რომ აი ეკონომიკას ეხმარება, რომ რუსები ჩვენთან არიან და ანუ თუ რუსულ კაფეში დადიხარ, თუ გადასახადებს უხდიან ჩვენს 1% ყველა ხო ინვენტარმაზე საშემოსავლო კი, მაგრამ ბიზნესები ხო იხდიან და ღეგეს და რაღაცებს. True that. და ბევრი თუ არის გადასახდელი, ესე იგი უფრო მეც იხდიან. მაგრამ მაყოფილი ხარ ფრჩხილებით? ხო, no whatever, it's good. არ ხარ ხო. მაგრამ იცი რა არის, მოდი ვაღიაროთ 31-ში გაიკეთე და ღირდა 31-ში რომს ღირდა 65-დან დავუმატა ადამიანს ტიპი.
ასაცე ტიპი დამემატებინა? ხო, რავი. დაგემრგვალებინა. 200-მდე. ძაგცა. მე ვაკეთებ ეგრე, როდის იცი, ქალთა დღე რო არის, ერთხელ მომიწია სალონში მისვლა და დავუთიფე. You're so cute, baby. Oh. ასევე ყველა სხვა დღესასწაულზე ჩეკილია. არ ვემთხოვა დღესასწაულზე სიარული სალონში. სხვა რა შობოდი ამ ახალ წელს, ხალხო მე თქვენ იმენას სახე. სამდი რაღაცას და შეგიძლია პროსტა ფორმულირებას არის სხვანაირი გააკეთა. უბრალოდ წინადადება დაიწყე და ილაპარაკე. კითხვას ნუ მისვამ და ძალიან მიყარს, sorry. და კომენტარეთ 10-სა და დათოს ლაპარაკე. და კომენტარეთ ყველამ. So sorry. რა შევოდი ამ ახალ წელს? Tell me, huh? ახალ წელს ხოთაშორის ძალიან გავერთე. გავედი მეგობრებთან. იქ ძალიან კარგად გემრიელად ვჭამე. ჩემი დაქალის დედა აკეთებს რაღაც არა ამ ქვეყნიურ ლობიანებს. და ლობიანი ხო არ არის ზოგადად ახალ წელს უფრაზე მგონი რა, მაგრამ მე მოვითხოვე და ჩემ გამო გააკეთა. Stop. ხალხო სიტყვით ვერ აღწერ ისეთი გემრიელი და მე არ მიყვარს ეგრე და ძალიან ლობიანები. მე ძალიან მიყვარს ლობიანები, ჩემი საყვარელი. აი იდეალურად ის არის რა ქვია წარე. იდეალურად რბილი არის ცომი და ყველაზე მთავარი გითხრა ყველაზე დიდი ეგ რაც მაქვს ლობიანებთან როცა მოჭრი და რო იყრება ხო იცი რაღაც ეს გუდვილიდან რა გამოიწელა არა აიღებ და იდეალური სველი არის ცოტათი ისე აუ ძალიან მომინდა ხა ლობიანი მე რეკ ცოტა დავთვერით მე გავედი მინდა ან ჯერ ეს ერთი მან დავიწყოთ იმიდან რომ ჩვენ და გავსულიყავით გეგმა გქონდა რომ ყველა მივიდიოდით მემეს იმას რა ქვია კონცერტზე ხო, მემეს სეტზე მოდი ასე ვთქვათ, ხო. მემეს ივენტზე. და ანუ მე ინვაითებიც მოგცა blah 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 რაღაცები და we're all ready. და თურმე Anna is not fucking ready. და ანუ ბოლო წამს ხალხო, ღამის პირველზე ამბობს რომ აუ მგონი მეზარება წამოსვლა თუ რაღაც აი მგონი არ ვარ ხასიათზე და რაღაც აზრი არა ხალხო, ანუ Anna არის გოგჩო რომ ძალიან ბევრი არის რომელიც სულ იხოდება და რომ ეტყვი ეგრევე მოიხოდება. ეს არის სულ მოხოდილი და თუ არ არის მოხოდილი ვერაფრით ვერ მოხოდავ რა. და ანუ ვიცოდი რომ სად ამენძრა მეთქი და ანუ როდესაც მე დაგეგმილი მქონდა სხვებს დიდად არ ვაწუხებ და ერთ-ერთი ვიცოდი ჩემი მეგობრები რომ აი left-ში და test-ში იქნებიან თქო მაგრამ ანუ probably ვერ მივახცე იმიტომ რომ ეს კლუბი საბურთალოზე არის მეთქი და იქით-აქეთ ვერ ვირბენ თქო რა. და ანუ მეთქი ხო მარტო ხარ წავალ თქო. შენი პრობლემა იცი რა არის ხო გვაქვს დაგეგმილი ხალხო მე ესეთი რაღაც რო არის ძალიან გვიან საათებში დაგეგმილი ცოტა push მჭირდება რომ აი ხო ემზადებით რაღაცა ანუ დაგეგმილი გვაქვს და შეჯარებული ვართ მაგრამ ვთქვით და გავჩერდით რა ანუ აღარ გვიხსენებია მთელი დღე რომ აი ხო გავდივართ რა სიცვამთ რაღაც ეგეთი და მე ცოტა მოვეშვი და მე ცოტა დავიგრუზე და მე რაღაცა და მეთქი არ მინდა გასვლა და თან გლდანიდან საბურთალოზე გასვლა და ანუ ხო ხტები მაგრამ მადლობა რომ ძალიან არ მომეწექეთ ანუ ეს ჭიკაობა მეზიზღება მე რა მე არ მიყვარს ადამიანთან ჭიკაობა არც მე არ მიყვარს ხო, ან გინდა, არ გინდა მეზიზღები. I know. და უბრალოდ მეზიზღები. ამიტომ 31 დეკემბერი გავატარე სახლში. Oh, cozy. ვუყურებდი სერიალს. მე სახლში მივედი მგონი დილის 8-ზე. აი, რო თენდება არ გეზიზღება აი მომენტი. მე გულაობა მევასება 5-მდე max. აი 5-დან გათენებას რო იწყებს და თუ შევესწარი იმ მომენტს რო თენდება, იმენა მეზიზღება. მინდა რომ 5-ზე ვიწვევ საწოლში, 6-ზე ზამთარში. ხო. Cool. მე შენ არ გაწუხებს? არა, უკვე იასნია მაწუხებს, მე ვარ ყოველთვის ცუდი მოგლა, მაგრამ იყო დრო, როდესაც აი ჩაოლებრად ვუძლებდი დილის 6-მდე, დილის 7-მდე. No, აი 7-ზე იმენა დილა არის და დილა მეზიზღება. Yeah. მე ვიყავი ჩემ მეგობრებთან ღამის 4-მდე. ცოტა დამოგვიანდა კლუბში მე. ძალიან კარგად გულაობდით, ყველა გვაცოდებ თავს. და ვითამაშეთ უმაგრესი თამაში. Which-is უბრალოდ დავჯექით ყველა. თან არის ცოტა აი რამოდენიმე ადამიანი, ვისაც არ ვიცნობ რა. სიმართლე არა, უკეთეს. მეთქი, ყველა თქვათ მეთქი ერთი რამე, რაც მოგწონთ ჩემში მეთქი. დედა მომეკდეს. Unprovoked. და ანუ მე ვღადობ ყველას გაეცინება მეთქი რაღაც. არა, მართლა დავიწყეთ. They love you. I know, და ძალიან კარგი. ძალიან ბევრი რამე ხარ დავიწყებ ჩემი თავის შეკებას. მიხარ და მე სხვებზეც ითამაშეთ თუ მარტო? არა, მარტო ჩემს. იმიტომ რომ სხვებზე გადავდეთ და მეთქი ამდენ დრო არის არ აქვს. დეკენერატი. I'm about to go to a club. Club. და კაი იყო club-ში. არა. Okay. Thank God. კაროჩე, მე ვუყურე ხალხო რაზეც გადაგვაჭამეთ. როგორ ქვია ქართულად? რა? Heated rivalries.
შეცხელებული მეტოქეობა. აუ აჭარაბეზე, მაგრამ არ მგონია აჭარაბეზე heated rivalry. აჭარანეთზე. აჰა. აჭარაბეზე როდეს slotty heated rivalry. არა, იმენა მაინტერესებს. აი აგ heated ხალხო ჩავწერე და მე რა მოგდა heated rivalry ქართულად. ცეცხლოვანი მეტოქეობა, period. იმენა დავსვით. შეცხელებული, პრესტა საიდან მოიტანე, არ ვიცი. Heated up rivalry. ხო, ბაზარია რა. So, ცეცხლოვანი ალბათ fire-ი არ არის, უფრო. Yeah, okay, drop it. ვუყურე ჩავრთე. ოღონდ ხალხო, ჩავრთე რა დღე იყო, აღარ მახსოვს. პირველ სერიას ნუ ვუყურებ და მეთქი წაიღებს რა, ამოქაქავს წაიღებს. ანუ 4 სერია, მე 4 სერიაზე ვარ დღეს მანაცემებით გაჩერებული. Wow. მართლა აი იმიტომ რომ თქვენ ყოველს ძალიან გევასებათ, აი მაგიტო ვცდილობდი რომ მეთქი ანა უყურე, ანა გაუძალი რაღაც, ანუ რა ხდება? ყველაფერი ვიცი უკვე რა ხდება, მიგატყვი საიდან. როგორც იცი. ჩვენი მეგობრები აღარ უყუროთ ძალიან უყვარს ეს შოუ და ანუ TikTok-ზე რო შედრო იმდენი დარეპოსტებული ედიტი აქვს რომ მქონი პლოტი უკვე ყველა ეპიზოდზე რა მოხდა გავიგე. ძალიან გიშტა. короче, ვინც არიცით, არის ორ ჰოკეისტ ბიჭზე, ანუ ძალიან მასკულინური ბიჭები. ეს არის მთავარი თემა, რომ აი ძალიან ტიპიური მასკულინური ენერგიის მქონე ვითომ ადამიანები და მოწოდების, ჰობის, საქმიანობის. ხა, და სინამდვილეში რო არიან გეები, როგორც ახმოჩი. და არა ადამიანები. და არა ადამიანები, რა თქმა უნდა. ცოტა შორს ახლა მივხვდი და ჩემი მეუბნება მირჩე სერიალიო. და უყურე ცეცხლოვან მეტოქეობას და გწავ დამიბრუნდი და მაინტერესებს შენი რეცენზია. No, იმენა არ უნდა უყუროთ. არა, რატო არ მოგეწონა? არა, დედა შენმა არ უნდა უყუროს. რატო არ უნდა უყუროს? I don't know. Okay, დაეუყუროს. ხოდა, მე რა არ მომეწონა. პირველ რიგში, პირველივე სერიაში რო აქვს სექსი, it's not for me. მე მიყვარს. ამას უყურს slow burn. მე მინდა რომ 5 ეპიზოდი ელაპარაკათ, რაღაც tension ყოფილიყო. რა ეპიზოდიანი არის? 6-იანი და მინდა 6-იანი. 5 ელაპარაკათ და მე 6-ში ყოფილიყო. შენ რო თქვი მე 4 სერიას ვარ, მეთქი ალბათ ნახევარს არ უყურებთ, დაგიმთავრებია თითქმის. მე 4 ბაზარია რა, მაგრამ მე 5 და მე 6 ეპიზოდი არისო, ყველაზე კაია როგორც ამოვენ. მან მოგინდა გაჩერება. ხო და ანუ აი იმენა ენერგია რო აღარ მქონდა, მეთქი აღარ შემიძლია. ნუ გადაღებული ძალიან კაია, რასაც ძალიან ვაფასებ. მაგას რო ახსენე TikTok-ის შემხვდა რომ თურმე გადაღებული არის რაღაც ძალიან გაწელილ ratio-ზე. ხო, ყველა მაგას ამბობდა რომ ანუ აი ჩვენ როგორ ვიყავთ ხო ეგრე არ არის. ძალიან გაწელილი არის და ეს ვიღაც ფოტოგრაფი ხსნიდა რომ აი რაღაც light streaks რო აქვთ სულა, მაგიტო მიეცათ შანსი რომ ეს გამოიყენონო. და გავიგე რომ თურმე ისეთი double budget-იანი იყო, ეს მთლიანი იყო. ანუ არავინ არ ელოდებოდა რომ ეგეთი massive hit იქნებოდა რა, რომ ბევრი სცენასაც ხალხი უნდა იყოსო, ან რაღაცა ისე სპეციალურად არისო გადაღებული, რომ ანუ არ ჩანდეს არაფერი, იმიტომ რომ ფული არ ქონდათ, რომ ალბათ ხალხი იქნება. ჰაიდა. Wow. მეორე სეზონი დამტკიცა ეს. ჩემს ყოველში დამტკიცებენ თუ არ დამტკიცებენ. 15 სეზონს. კაროჩე რატო ჩააჭირეს straight გოგოებმა ამ სერიალზე? იმიტომ რომ ძირითადი მასა მაყურებლების, ანუ ეს ჰაიპი მიდის არა გეი კაცებიდან, აი straight გოგოები არიან ვინც ჩააჭირეს და ევასებათ. და რატო ჩემი აზრით ახლა? იმიტომ რომ ანუ ეს დინამიკა რაც არის, იდეაში კაცი არის, თან რაღაც ძალიან წარმატებული და ტიპიური აი კაცის ჰობი რაც აქვს და კაცის საქმიანობა, მაგრამ ამავდროულად არის ძალიან emotionally intelligent, რაღაც აი გახსნილი, როგორიც კაცი უნდა ალბათ გოგოს რო იყოს რა და ეგენი არიან ურთიერთობაში ეგეთი, რაღაც power dynamic ძალიან კაია, იმიტომ რომ არც ერთი არ არის რომელიმეზე უფრო ძლიერი, ორივე ერთნაირად წარმატებულია, შემდგარი, პოპულარული, ანუ ძალიან თანაბრად არიან რა და როგორც straight ქალი არ ხარ მაგას მიჩვეული, რომ ესე თანაბარ ურთიერთობაში იყო და რომ ხედავ რომ არსებობს ურთიერთობები, სადაც ეგეთი სწორხაზოვნება არის, ალბათ ძალიან მოგწონს, მაგრამ I'm not one of them ხალხო მე მინდა რომ დისერტაცია უნდა დაწერო ამ ყველაფერს ისეთი ანუ პირველად მომეწონა შენი რაღაცას იმიტომ რომ makes so much sense დეგენერატი ხარ ხო და მე მაინტერესებს ყველა ანუ იმიტომ რომ literally ყველა გვიკომენტარებდა დაწერეთ რატო უყურებდით Hero Rivalries და რა მიგიზიდათ sex scenes ასევე ძალიან კაი იყო просто იყო too much ხალხო. ან მე მგონია შენ ცოტა სხვა კულტურიდან მოდი. ხო, მე ცოტა სხვა. ანუ ძალიან კაი იყო, მე ძალიან მომწონს და ძალიან სიამ. უბრალოდ gay porn is not my thing. უბრალოდ ძალიან კარგი გემონებიანად იყო გადაღებული and I appreciate that. კიდე რა შეიძლება ითქვას? ანუ ფინალი აქვს ძალიან კაი, როგორც გაირკვა სადამაც მე არ მისულვარ, მაგრამ ეგეც მომწონს, იმიტომ რომ ვერ ვიტან
ურად რომ ამთავრებენ. ფილმებზე ვილაპარაკოთ ცოტა ხანში. მე მაინც რეკომენდაციას გავუწევდი რომ უყურა. It's good. Okay. Like, it's not a masterpiece, but it's good. და ჩემი და მე ერთად უყურებთ. თანებით ეცნო, okay? I don't want her to see that. I think she's gonna be fine. ძალიან detailed არის რაღაც, მაგრამ 4 სერიაში, ანუ ხოსუ სექსის თემა არის, ანუ ჯეიკ არ დამინახავს, ანუ ისე იღებენ, რომ ვაფშე არ ჩანს არსად. ანუ მგონი მაგით არ დაკევასო. Could be that. I don't know. შენ ახსენე ცუდი დასასრულია და მეგობრებო Stranger Things უყურე დავამთავრე ჯერ არ გვილაპარაკე იმიტომ რომ მინდოდა მთლიანად მოვჩენ ყავთ ფინალური ეპიზოდი გამოვიდა 31 დეკემბერს მე უყურე პირველ იანვარს რომ გავიღვიძე წლის და I know right მე არ მინახავს მაგრამ ვიდეოები შემختاره ხალხი მე არ ვიტყვი რომ ცუდი სეზონი იყო და მე არ ვიტყვი რომ ცუდი დამთავრება იყო იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან cliffhangers იმიტომ ვთქვი რომ ანუ მე არ ვთვლი რომ ცუდი დამთავრება იყო უბრალოდ ყველა თვლის რომ ცუდი დამთავრება იყო მე არ ვთვლი ეგრე იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს cliffhangers და მე ძალიან მიყვარს როდესაც აი ზუსტად არ იცი როგორ დამთავრდა რა ახლა იქნება სპოილერი No one cares რომ ვერ ხვდებიან L11 Millie Bobby Brown-ის ქარაქტერი ანუ მოკვდა თუ გადარჩა კვდება? ხო. ანუ მე-6 სეზონია თუ რომელი? ხო. იმისთვის აკრიეს ეს გოგო რომ ბოლოს მოკვდა? და ანუ ორი ვარიანტი არის რა და თვითონ იქვე ამბობენ რომ ან იქვე მოკვდაო, ან ილუზია იყო ის რო კვდებოდაო და გაიქცაო რომ government-ს არ დაეჭირაო და blah blah whatever. მე იცი რა ვიდეოები შემხთა რომ ეს მილია ისე კარგად არ თამაშობს როგორც წინა სეზონებში თამაშობდა. ყველ აბსოლუტურად მთლიან კასტზე ეგრე ამბობენ რომ აი ეს ტიპი რა კარგად თამაშობდა ბავშვი იყო და გაიზარდა როგორც ცუდი მსახიობია იმაზე ამაზე ანუ y'all chill. ანუ არ იყო ეგრე. იმიტომ რომ მილი არის ძალიან ფენომენალური გოგო. მე მგონია რომ მაგ გოგომ აი რამდენის იყო რომ დაიწყო თამაში 8 ალბათ ხო რაღაც ეგრე. ხო whatever. იყო ყველაზე ჭკვიანი რომ გადაიპარსა ეგ თავი, იმიტომ რომ ეგ თავი რომ არ გადაიპარსა მგონი არავინ არ მიაქცევდა ყურა ეგრე. ანუ მე მგონი 4-ს გადაიპარსა რა, არ მგონია რომ 10 წლის მილი ისე თქვა. შეგიძლია რომ რაღაც გაიკეთო არა არჩევანის თემა იყო. 10 წლის ბავშვს არავინ არ შესთავაზებს რომ მოდი პარიქს გაიკეთებ ყოველდღე 3 საათიანი რაღაც თიმის ჩართულობით. არა, მანდ იყო ნათქვამი რომ she made a decision-ო. Netflix აქვს. ხო, რო ანუ თვითონ მან ხო იცი როგორ თემებია ეს child abuse და რაღაცები რა. ჩვენთან იმენა დასვამდნენ და რო არც გააფრთხილებდნენ. ხო, ანუ არ გინდა 7000 დგას გარეთვისაც უნდა. ეხა გავიაზრე იმენა. ანუ 10-დან რამდენს მისცა? 10-დან მივიცე ალბათ 8-ს, ან 9-ს. მე უბრალოდ ძალიან მიყვარდა ეგ სერიალი რა გამოვიდა, მე ვიყავი 15-ის რა გამოვიდა, მგონი თუ 14-ის და პირველი სერიიდან ვუყურებ და პირველი სეზონი ძალიან მომწონდა, იმიტომ რომ ცოტა სხვა ვაიბი ქონდა ბოლოსკენ უფრო პირველი ორი სეზონი მეც მაგნან ნახე და ძალიან კაია. და ეგ იყო მაგ სერიალმა გამაცნო D&D, Dungeons and Dragons, რასაც თამაშობენ. წესიერ არავისთან არ მითამაშია, მაგრამ სურს რომ ვითამაშო დღემდე. თუ ვინმე მიცით, გთხოვთ. და I love it. I love geek stuff. I'm very geeky like that. You are. That's why I love you. Khoda shars. ერთ-ერთი ჩემი საჩუქარი იყო იმ თამაშის Magic the Gathering-ის ახალი სეტი. სიტყვა საჩუქარზე იმენად CV ოფლიმას ხავს ხო კაჩუ. ხო. მეგობრებო დამოვიწყდა, იმიტომ რომ disclaimer მომცა რომ არ ახსენო პოდკასტში, იმიტომ რომ შენი საჩუქარი ისევ დამოვიწყდა წამომეღო. ამ შემთხვევაში ჩამოვიდა და ინექსიდან გამოტანა დამოვიწყდა. Wow. It better be good. It's good. It better be fucking good. მაგრამ ეს არის ხალხო ჩემი ბედი. ანუ ეს არ ფეშოშერ, უბრალოდ დამუღამებული გაქვს თუ არა, მე რომ ეხება რამე. ანუ სხვას გამოვაწერინებ, ან რავის, მნიშვნელობა რა აქვს, ყოველთვის უნდება 5 საუკუნე, რომ ჩამოვიდეს. მაგიტო რომ მეზიზღება online shopping-ი და ძალიან კარგი რომ მეზიზღება online shopping-ი. გაჩარებს ოდნა ეზიზღება და მაინც ბევრ რაღაცას იწერს და რო არ ეზიზღება და სკან. არ ვიწერ ეგრე ძალიან ბევრ ამას. რაღაცებს იწერ ხოლმესო. ხო, მაგრამ it's all like for fun. ხო, ანუ აი ტანსაცმელს და რაღაცას არ იწერა. არა, ტანსაცმელი მე მიყვარს რა, აი უნდა შეიგრძნო, რა ვიცი. თან ის რაც მინდა რომ გამოვიწერო მაგის ბიუჯეტი. როგორ ხდება ხალხო დავით აი ეს აუთფიტი დაუწერეთ ყველამ, ანუ ძალიან მომწონ ხარ. ძალიან ჯიმბრო ვარ არა? არა, რაღაცა casual, მარა chic. Make it chic. Golden chain. I feel like I'm about to rap right now. Eminem's. Am I giving Eminem? You are, I swear to God.
ახალწლებზე ყველაზე გახმაურებული რაც მოხდა ვაფშე მთელ მსოფლიოში იყო რომ Alex Earl და Tom Brady. ვენესუელაზე ელაპარაკებდი მეგონა? No. Alex Earl პრომოშნალვანია ვიდრე ქვეყნის ვენესუელაზე ვის ველაპარაკო? გაინტერესებთ ხო? We can do that as well, მაგრამ Alex როგორ ეხება? Alex მგონი. E-T რო იწერება უცნაურია. Alex, I don't know. მოდი Alexi დაუძახოთ ჩვენ როგორ ჩავალ. Alejandro. იმენა Alejandro. მოკლედ ეს Alex Earl და Tom Brady. Tom Brady ვინც არის Gisele Bündchenis ყოფილი ქმარი და ყველაზე ტოპ სპორტსმენი მთელ ამერიკაში. Number 1 quarterback. ანუ ყველაზე ცნობილი სპორტსმენი არის ყველა სპორტს შორის მთელ ამერიკაში, ანუ ძალიან დიდი ფიგურაა და იყვნენ სადღაც გულაობენ ახალ წელს და ანუ ფლირტაობენ თან ყველა რაკურსიდან დაიდო. გამოგიგდა? ერთი, არა, შენ ჩამიგდა ერთი. ანუ უკნიდან ჩანს, გვერდიდან ჩანს, წინიდან ჩანს, ანუ ყველა იღებდა საერთოდ და ანუ გოგო არის იმენა მოფლირტავებ, გიჟდები, აი ესე უსვამს ზურგზე ხელს. ნახე. თქი girl, get that dick. Get that quarterback. ანუ არ მგონია რომ ერთად გაიშითან და რამე, მაგრამ Alexis-თვის ეს არის ძალიან დიდი ნახტო, იმიტომ რომ ვიღაც გამოსირებული სკამზე მჯდომი სპორტსმენი იყო, მაგისი ექსი რა, ანუ რაღაც ჭეკლასის ან სპორტსმენების ტაიპი არის. ხა, იმენა იგოქჩო არა? ის ქონდა რა ქვია, მგონი Alex Earls ქონდა Super Bowl-ში, ისა რა ქვია, ad. Really? რომელიღაც მგონი burger chain-თან. არ მახსოვს. არ მახსოვს რომელი, მაგრამ ძალიან ისეთი იყო. ეგ არის მაგის გზა როგორ მივიდა Tom Brady. მგონი. იმიტომ მგონი აი ad-ების დროს როცა უშვებდნენ მან, ხო, ის დაინახა და აი she might be mine. ცოჩი. მაგრამ რატო დაშორდა ეგ და ჟიზელი გახსოვს? არა შენ? არა. მაგრამ ჟიზელი რო ეხა არის თავისი ბავშვების რაღაც კარატის თუ რაღაცის მასწავლებელთან და იმისგან ელოდება შვილს, არის ყველაზე iconic ვაფშე. შარა დადობს. Prenup კონდაც თუ გაიყოს? ანუ როცა ძალიან ბევრი წელი იყვნენ ცოლ-ქმარი და ჩემი აზრით prenup თუ კონდათ ისეთი მოშნი ვერ იქნებოდა, რომ ჟიზელი ცუდად დარჩენილი ყავდა. ჟიზელი 2 თუ 3 შვილი. ხო, თვითონ, მაგრამ Tom Brady ის სხვა ლეველის ვოლფარი. მან თვაფშ ხო თანხებზე არ ხო საუბარი. ხო და ძალიან exciting. ანუ რატო გამიხარდა Alex Earl ის ესეთი წარმატება, არ ვიცი და ძალიან დიდი წარმატება. თავს მიხედე. სუსტად, ჩემ თავზე უნდა ვიფიქრე. მეგობრებო, როდი შეგვაქვს ვიზაზე? რატო მიხსენებ? ანუ 2025-ში აღარ მიფიქრია მაგ თემაზე და ეხა თავიდან მომინდა. ვაუ. შევიტანოთ. მე მგონია ხალხო რომ დავითან ერთად თუ შევალ, უეჭველი ჩამირტყამენ და ამიტომ ვაწვევი ამას რა. ეგ რა ლოგიკა არის? ანუ მართლა ვერ ხარ. შე ყოფილ ხარ ამერიკაში. What else? I don't know. ყოფილ ხარ ამერიკაში. მე მგონია რომ ეგ უარესი არის. არა, ერთი რა პონჩია უარესი. იმიტომ რომ ალბათ აიტყვენ რა იქ გაქვს. UK-ის ვიზა გაქვს. ეგ ბაზარია რა. ყველა იმას check-out. You are better. მაგ ამბებში. ამიტომ ერთად ნაშევიდეთ როგორც წყვილი და გაგვიშვით, მაგრამ წყვილს გონი უფრო არ გაგვიშვებენ. Haters, როგორც haters. ერთმანეთი გვეზიძღება და იქ გვინდა რომ ანუ იქრა. დავშორდე ერთად. ანა წავა თავის საყვარელ South Carolina-ში, მე დავშებ New York-ში. South Carolina-ში რატო გამიშვი? Cincinnati. What the fuck? დიდარი ბიჭები არიან. მდაილი ამერიკა მარტო Cincinnati-ში არის დიდარი ბიჭები. Old money ხალხი არის მანდ. Connecticut ალბათ. Cincinnati Connecticut-ში არის? არა. აი მე მგონი Cincinnati არის Ohio-ში. რა ქვია აბა Connecticut-ის ქალაქს? ერთი წამი. აი მე Cincinnati არის ყველაზე წყალწაღებული ღმერთო, იმედია რაღაც პორტალი არისო გახსნილი კოსმოსში და არ მივიდა ეს. New Haven არის მგონი მაგათი ისა თუ Cincinnati არის Ohio, I swear to God. ანუ Connecticut-ს ამბობდი ხო? ხო. მეთქი რა Cincinnati. Connecticut-ი უნდა მეთქვა ხალხო, I'm so sorry. მეთქი თან old money-ო, მეთქი სად მიდის ეს გოგო? მაგრამ ხო მიხდი რა მეგონა, სიებმა დამარხა. თავიდან ვერ მივხვდი, თავიდან შემაშენ დამარხა. და შენ საწახვალ? მე New York, კონკრეტულად კი Fifth Avenue, კონკრეტულად კი Plaza Hotel. Oh baby, love that for you. და მინდა შევუკეთო ის $1,000-იანი ნაყინი.
I don't know that. აი Home Alone-ში რომ მოაქო, ეს დიდი ეს აი ეგ ტრაგედიკო იმი ვარ. Same. მე ეგეც სისოლელებს გავაკეთებ. აი ყველაზე ტურისტული ძვირიანებს რო გექნება ფული. ოღონდ გააჩნია რა. აი რასაც ღარიბი ტურისტებიც აკეთებენ, მაგას არა, აი ჩაქცეული ტურისტები რო. არა, მე ხომ პლაზაში არ დორჩებოდი, მე მაქერტის ასამრ, სადაც ვიცი რომ მაგრამ ყველა წავა ვაფშე. Obviously არ მომბო. მაგრამ ამ სეზონზე წავიდოდი ასპენში. იმიტომ რომ Kim K არის იქ. ნახე ვიდეო ჩაგიგდა? კი, ასპენის კარგი არის. რა ვიდეო ნახე, აბა? კი, რომ მიშორებ თავიდან. რომ გამარჯვებას რა უნდა. რა საყვარელი. ცანავშიტერდი, იმიტომ რომ ისეთი საყვარელი არის Kim K და აი თავის personality chance მაგ ვიდეოში რეალურად როგორიც არის რა ანუ random ხალხი ზის მაგიდასთან ეს კაფეში შედის ამ რაღაც ski resort-ზე და ეს ჰომებია რომ რაღაცა და ეს ისე საყვარლად პასუხობს აი ელემენტარული ინტერაქცია მაგრამ უსაყვარლესი Chapel Roan could never Kim K არის ჩემსავით მოსიარულე PR machine მაგრამ ხტები მაგანაც ეგრე მოულოდნელად მგონია რომ სახში მარტო რა მაინც მგონია რომ ვიღაცა უღებს რა და ანუ she's always prim and proper მე მგონია რომ genuinely ეგეთია მე მგონია რომ she's fun მაგრამ არ მგონია რომ ეხა აი გიჟივით უხარია random ადამიანების ნახვა გიჟივით უხარია ყურადღება დარწმუნებული გიჟივით ყურადღება ყოველს და ყურადღება არის ეგ ზუსტად ამათ მარაც არ ვიცი ხალხო აი ძალიან მინდა რომ იქ ვიყავ მაგრამ ასპენი მკიდია არა მომენტ ასპენი არ მკიდია Vale ორივე კოლორადოში არის მართლა? Yeah. ხო, Vale ვიცი. მაგრამ ორივე ეგეთი celebrity famous. Celebrities აგინა გელაპარაკო მაგარი ჭარბი. ეს კარგი ჩემი მეგობარი, რომელიც არ დასახელება, მაგრამ არც მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ქართველი არ არის. იყო ისვენებდა Cotswold-ში, ეგ არის ლონდონთან ცოტა მოშორებით, არის ძალიან ისეთი uber wealthy area და ისვენებდა Soho Farmhouse-ში. Soho Farmhouse-ი არის Soho House-ის, რაც იცით, membership club არის. მაგათი წესით თალკე resort, სადაც ისვენებ. და ანუ უნდა იყოს წევრი რომ მან ვაფშე მიხვიდე რა და კონდეს უფლება რომ შეიხედა და გადაიხადა რომ დარჩა. და ანუ ახალ წელს ძალიან ბევრი celebrities ისვენებს. ვინ ნახა ჩემმა მეგობარმა ახალი წლის პარტიზე? წელს? Yes. Victoria Beckham. Oh my god. ნუ Beckham-ები კიდე სხვა ძალიან ჩემი ახალ და რამედარდებს. ყველაზე მეტად რომელი უხარო და იცი? Kim K-ის სტილისტი რო არის შემოხსენი Color Wow ვისიც არის Chris Appleton. Chris Appleton ნახეო და ყველაზე ლამაზი კაცია რომ ცხოვრებაში მინახავსა, იმიტომ რომ ეგეთი იდეალური კანი და ეგეთი იდეალური ნაკეთები ცხოვრებაში არ მინახავსა in real life რა. ფოტოარავისთან გადაიღო. თუ იქ არ მოსულა. იქ არ შეიძლება ფოტოს გადაღება. Well, Soho House-ის მთლიანი თემა ეგ არის, ხალხო რომ შიგნით ფოტოს ვერაზოს ვერ იღებ. ნიტაშტა რა სხვასთან ვერ იღებ, პროსტა შენც ვერ გადაიღებ, როგორც ბერლინის კლუბებში ეგ თემა. ხო. და საქართველოს კლუბებში ეგრე არის, აღონდის რა იცოდა. მე მხოლოდ ბერლინის კლუბებში. გაჩეგეთყი ხო მომწერე სახელები. ხალხო კიდე ნახა Will Poulter და ანუ არავინ არ ვიცოდ, ანუ არ მგონია ვიცოდეთ თქვენ, მაგრამ როგორ მიგახვედრებთ. იცი რა მოლ ფილმში იყო? ლინკი შეგიგდა ვინ არის? იმიტომ რომ ვერავინ ვერ მოხდება ვინ არის Will Poulter-ი. We Are the Millers. მანდ ბიჭი რო არის? ვაი მე ვაფშე ფულს გიხდიან რომ ამბობს? ხო. ეს Maze Runner-ში გაიჩიტა მან. ბრიტანელი არის. ვაუ. კიდე ვინ მითხრა? One Direction-დან იყო ვიღაც ერთი წამი და მგონი ეგ არის ვინ შენ გავასება? მე ცუდად გავხდები. ერთი წამი? აუ, ეგ მგონი ტელეფონზე მითხრა. Niall Lewis. Niall. Okay, not my favorite. Okay. ეგ ქერარო ეგ არის. ხო, ეგეც იყო. და კიდე ვიღაცები მითხრა, მაგრამ რავი, ხო. Whatever. That is crazy. მე რომ მან მოხდა ხალხო, სახეს გადავიძრობ და ფოტოს მაინც გადავიღებ Victoria Beckham-თან. შენ ისეთი არასო, ან მგონი არც მიგიღებ, I swear to God. I'm not sophisticated enough. არა, ეგეთი ხოდი არ არის მგონი Soho House. არა. არა. At least one of us had good time on New Year's. მინდა ეგეთი რაღაც ექსკლუზიური თემა. აქ არის რამე ეგეთი? ალბათ და ჩვენ არ ვიცით. სხვათა შორის წინა სამსახურში დამავალეს რა რაღაც რა ეგენი მეპავა რა membership club-ები. ანუ არ იგუგლება. ან ძალიან რთულად 10000 ვიცი ოღონდ ზეპირად. ხო, მაგრამ ანუ რო გუგლავ და რამდენიმე საგდებს, მაგრამ ძალიან გაპაფსავებულიაც არის ეგენი, აი რაც მართლა ძალიან სერიოზულია არ იგუგლებოდა. შეიძლება. მაგრამ ეგ არის იმენა ბრიტანული თემა და იმენა აუხსენი ხალხს რა არის ვაფშე? Membership clubs არის ხალხო. აი ყველაზე მეტად მე რომელიც მომწონს და ეგ გონ ძალიან გაპაფსავებული არის, ახლა ცოტა ძალიან გამოიმობა არის. ამიტომ მგონია რომ Annabelle's ეგ არის ლონდონში Mayfair-ზე. ანუ რა პონტი არის ეგ უთხარი ხო? უნდა შეავსო ანკეტა
და ვიღაცამ უნდა მოგიწვევს ვინც არის კლუბში. ეს კლუბი არსებობს მგონი საუკუნეებია და ეს ხალხი ვინც არის ამ კლუბში მარტო მაგათ შეუძლია ჩიგი რესტორანში ყოფნა, გართობა, act private dinners და არის უბრალოდ ეს დახურული society და არიან თავის პანჩი. ანუ დიდარი ხალხი, ვისაც მეგობრები არ გააჩნია და უნდათ რომ თავის წრის ხალხთან იურთიერთონ, მაგ მეგობრები არ უნდათ მგონი. მაგ კლუბში წევრიანდებიან და იქ ფლექსაობენ, რომ ვინ ამდენი მილიარდი რაში დახარჯა და ეს არის ალბათ მთელი დიალოგი. მაგრამ ეგეთი ხოდი არ არის მგონი ბრიტანეთში. ბრიტანეთში უბრალოდ არის რომ ანუ ზოგიერთი ოჯახი არის როგორც აი მივხვდი აი საუკუნეებია რომ ბაბუაში, დიდი ბაბუაშენი, ბაბუაშენი, მამაშენი რომ სულ მაგ კლუბში დადიოდა შენ. ხო, მაგრამ აი ხა მაგ კლუბში რომ შეხვიდე და დიალოგებს რო უსმინე დარწმუნებული ვარ რომ ვერანაირად დიალოგები ალბათ არის რომ აი ეგეთი ხოდი. იმენასებს მე რომ მაინც ამიშვა ხო ისეთი ინფორმაციით გამოვალ ერთ საათში ეგრევე მომკლავენ ეგრევე დამაგრებენ equal me fairs სანგაი და მაგათ აქვს ძალიან ცნობილები არიან Halloween-ის დროს რთავენ გარედან იმას რა ქვია მგონი ვილაპარაკე ამაზე რო ვიყავი რო ჩამოვედი ლონდონიდან რომ გავიარე სპეციალურად რა ხო და თან მაგათ ვებსაიტზე შევედი obviously იმიტომ რომ ყველაზე მანიფესტაცია იყო ჩემი და ის ანკეტას რო ავსებ როგორ არის ხო არის Mr. Mrs. Miss და მე იყო King of რაღაც ეს რა ქვია Earl of და რაღაც ანუ ეგეთი titles მეთქე რომელი მომნიშნა რომელი Count Duchess მაგრამ მე მგონი რომ ბრიტანეთში royal რო ხარ ეგეთი ხოდი არ არის იმიტომ რომ აი ყველა რაღაცის royal არის დელევინის ოჯახი რა ძალიან ისეთი royal არა მაგრამ არისტოკრატიული ოჯახიდან მოდიოდა იცოდი კი იმიტომ რომ ორივე მერტზე TikTok-ს უყურეთ შენ შეხვდა მაგრამ მე ვიცოდი აქ ადრეც მე არ ვიცოდი ანუ თორმე ძალიან მე მგონია რომ აი 70% რაღაც პანჩი არის მანდ როცა ბრიტანეთში ცხოვრობ ნუ კაი ლონდონში აი ბრიტანეთის მოსახლეობის 70% არის არისტოკრატი? Are you fucking kidding me? შენ ალბათ მანჩესტერში არ გაგიულია რა ხალხი მოძრაობს. არც მე მაგრამ ვიცი. გამიგია? იმენა ძალიან შორს წაიღე. კი ხო. ალბათ არის 9%, მაგრამ okay, 70. Make it 70. მე მგონი დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. წელს უნდა გქონდეს ყველაზე მაგარი წელი და ესეც იქნება მე მართლა მჯერა მაგის. შენ? მეც მჯერა. Yeah, love that for us. Enthusiasm. გაკეთეთ ბევრი და გნახავთ იქით კვირაში. Good heart. Mwah.